Ian Machine Freeman. Ladies and gentlemen, we are live for IFC 22 here at the beautiful Eventum Stadium. Ladies and gentlemen, welcome to Germany! Ich habe schon die Information bekommen, die Kämpfer sind ready, deswegen wir halten uns nicht lange mit Reden auf, möchte aber die Offiziellen ganz kurz vorstellen. Und wir begrüßen als Referee Axel van Kimewade, Michael Wachter und Marco Brösen. Nicht zu vergessen, unser Team, unser Ringarzt, weltbekannt, aber heute Abend hier, oft kopiert, nie erreicht. Er ist da und sorgt für die gesundheitliche Aktivität und weiterhin Wohlbefinden unserer Kämpfer. Herzlich willkommen auch dazu. Und wir starten. Und zwar bitte ich in die blaue Ecke Joy Anthony do Nascimento. Und wir bitten in die rote Ecke seinen Kontrahenten Daniel Kusovlev. Ladies and gentlemen, this is an IFC bout in the lightweight division. Now let me introduce your fighter in the blue corner. This fighter is 21 years old.
he weighed in at 70.3 kilograms. He stands 169 centimeters tall and making his MMA debut. Representing Esh Fight Team from Luxembourg, Joy Anthony Nascimento. And now welcome his opponent in the red corner. This fighter is 22 years old. He weighed in at 70.3 kilograms. He stands 184 centimeters tall and also making his MMA debut. Representing Integra Fight Team from Germany, Daniel the White Shark Kuzevlev. And your referee for this bout, Alex van Kindermara. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს გერმანიის ქალაქ ბიტლიხიდან. მივესალმები ლიდერბეთის ვებგვერდზე შეკრებილ ქართულ გულშემატკივრებს, ასევე უცხოეთიდან დარეგისტრირებულ ქართველებს, რომლებიც თვალსადევნებენ ქართველი მებრძოლების დაპირისპირებას, უშუალოდ ამ ბრძოლებს. გერმანულ ქართულმა ორგანიზაციამ Integra Fighting Championship-მა IFC 22 ჩატარება გადაწყვიტა გერმანიაში, ქალაქ ბიტლიხში. მოკლედ ძალიან საინტერესო დაპირისპირებები გველოდება, 14 ჭხუბი იქნება. პირველი ბრძოლა არის ჯონათან დონასიმენტოსა და დანიელ კუზოვლევს შორის. საკმაოდ აქტიურად იწყებს დონასიმენტო ბრძოლას და ვნახოთ კუზოვლევი რითი უპასუხებს. საინტერესოა ყველა ვარიანტში. მთავარი ბრძოლა საღამოში არის ლევან მაყაშვილის პირველი ქართველი, რომელიც UFC-ში იჭხუბა. ვიხილავთ მას ორგანიზაციაში. მოკლედ ყველაფერი შეიძლება ვნახოთ ერთად. რა თქმა უნდა, ველოდებით ძალიან საინტერესო დაპირისპირებებს. სტარტი კარგია, ჯერჯერობით როგორც ხედავთ და იმედია რომ ასეც გაგრძელდება. კუზოვლევი აქტიურად წავიდა. ნახოთ, დონასიმენტო როგორ უპასუხებს. დონასიმენტო წარმოადგენს ლუქსემბურგს, რაც შეეხება დანიელ კუზოვლევს, ის გერმანიაში ასპარეზობს, გერმანიაში ცხოვრობს. დონასიმენტო აქტიური იყო. კუზოვლევმა ახლა მიიმწვია მეტოქე როგორც ხედავთ და აი ახლა ეცდება მის გადაყვანას პარტერში. დონასიმენტო ჯერჯერობით თავს კარგად იცავს, ნახოთ. კუზოვლევი მოახერხებს თუ არა მის გადაყვანას, ჯერჯერობით ძლებს ლუქსემბურგელი სპორტსმენი, მაგრამ აი კუზოვლევმა პირველი გადაყვანის ცდელობა და აი ახლა ნახოთ, ახლა კუზოვლევი რა შემოგთავაზებს, პარტერი მას საკმაოდ კარგი აქვს, დონასიმენტო ცდილობს რომ ფეხი ჩაუკეტოს. ნახავთ. სტარტი ნამდვილად ესეთი აქტიური ქონდა ლუქსემბურგელს, მაგრამ აი კუზოვლევმა გადაიყვანა და ახლა უკვე პარტერში შეეცდება მეტოქის გაკონტროლებას. რამდენად მოახერხებს მტკივნეული ილეთის შესრულებას. საერთოდ მან ხელი დაჭერილი აქვს ლუქსემბურგელ სპორტსმენს. აი ახლა უკვე გამოაძრო ეს ხელი კუზოვლევმა, ისევ ცდილობს ლუქსემბურგელი. როგორც ხედავთ, ილეთის შესრულებას. ნახოთ კუზოვლევი, აი ახლა კარგ პოზიციაში მოექცა, შეუძლია გამოიყენოს ეს პოზიცია, ხელის ჩაკეტვა სადა ისევ. კარგია როგორც ხედავთ კუზოვლევი. ახლა უკვე მტკივნეულზე გადავიდა, კარგად ყავს მეტოქი დაჭერილი, შეიძლება ძალიან მალე დაამთავროს. ნახოთ, მაგრამ ისე კარგად ვერ უჭირავს. აი ახლა შევხედავთ ამ ეპიზოდს. შეიძლება კუზოვლევმა მოიგოს ეს ბრძოლა ვადაზე ადრე. დარტყმებს ასრულებს ჯერჯერობით. ბრძოლის ვადაზე ადრე დასრულება არ გამოსდის კუზოვლევს, დონასიმენტო კი ცდილობს რომ თავი დაიცვას. აი ახლა კუზოვლევი ისევ ცდილობს რომ კარგ პოზიციაში მოექცეს. ასევე ეცდება მეტოქის დახრჩობას, აბა ნახოთ. ну კონტროლი აქვს, ფაქტია. გერმანელ სპორტსმენს ჯერჯერობით.
პირველი რაუნდი ყველა ვარიანტში მისი უპირატესობით მიდის. პარტერის კარგად ცოდნა განაპირობებს ამას. მის უკეთეს მდგომარეობაშია, ეხლა კისრის აღება შეეცადა, გამოძრა დონასიმენტო და წამოდგა. აპლოდისმენტები ნამდვილად ლუქსემბურგელს, რომელმაც რთული სიტუაციიდან მოახერხა გამოძრომა უზოვლევთან. ეხლა low kick-ით შეახოდრეს ფეხი ერთმანეთს. რა კარგი პირდაპირი იყო. კარგ სიტუაციაშია კუზოლოვი, ახლა მეტოქი მიმწყეული ხავს. დაუბლოკა მეტოქეს ეს დარტყმა. შევიდა ისევ ფეხში, ეცდება მეტოქის გადაყვანას. კარგად გამოუვიდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ. სრულდება პირველი რაუნდი, 10 წამია. კუზოვლევი ალბათ პირველი რაუნდის გამარჯვებულია. ალბათ პირველი რაუნდი მიიყვანა გამარჯვებული დანიელ კუზოვლევმა. კარგად იხვალა. პირველი რაუნდი საუკეთესო მომენტებს ხედავთ. დანიელ კუზოვლევთან კუთხეში გახლავთ ინტეგრალ ფაიტინგ ჯიმის მებრძოლი რობერტ ლაუ, რომელიც დღეს თავარი ბრძოლის წინ ძიმე წონაში გამართავს დაპირისპირებას სოსლან გასიევთან. რობერტ ლაუ გახლავთ მებრძოლი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იყო გასული MMA-ის და იქ დოლა ვერ შეძლო ხელის ტრავმის გამო მისი მეტოქე იყო მაგომედ ანკალაევი, UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი. აქაც კარგი სტარტი, ორივე მებრძოლმა ფეხი კარგად შეახვედრა ერთმანეთს. დანიელ კუზოვლევი, ჯოი ენტონი, დონასიმენტო. ზვერავენ ჯერჯერობით ერთმანეთს მეორე რაუნდის სტარტზე მებრძოლები. აშკარად გამოჩნდა, რომ კუზოვლევის უპირატესობა გახლავთ პარტერი. ძალიან კარგად შეუძლია მას მეტოქის გადაყვანა, პარტერში კონტროლი, არ რისკავს, პირიქით ჯოი დონასიმენტო გახლავთ სტრაიკერი, უფრო და ცდილობს რომ ესე low kick-ებით, ტანში დარტყმებით მეტოქეს მიაყენოს ზიანი. ნახოთ, კუზოვლევი კიდევ ერთხელ კარგად მოიქნია ხელი. აქტიურად წავიდა. გაიყვანს თუ არა? გადაიყვანს თუ არა კიდევ ერთხელ ნახავთ რა თქმა უნდა. დონასიმენტოს ცდელობა. კუზოვლევის დარტყმა აცდა მეტოქეს. აშკარად ეთყობა კუზოვლევს, რომ თავარი მიზანი ალბათ იქნება ისევ აი ესე ფეხში შესვლა და გადაყვანა მეტოქის. კარგი მისვლა იყო. ნამდვილად უფრად დარტყმების სერია. დანიელ კუზოვლევის შესანიშნავი იყო, ახლა ეცდება უკვე წააქციოს მეტოქე და გადაიყვანოს პარტერში. მუცელში კარგი მუხლი. აბა, ისევ და ისევ, როგორც ხედავთ. რა კარგი მოძრაობა და რა ტეიქდაუნი. ბრავო დანიელ კუზოვლევს, შესანიშნავი იყო ამ მომენტში. გერმანელი მებრძოლი. ახლა ვნახოთ უკვე პარტერში როგორ გააგრძელებს ბრძოლას. ეცდება რა თქმა უნდა, ესე თავი გაითავისუფლოს, დონასიმენტო ცდილობს ხელი წაართვას.
კუზოვლევი კარგი დარტყმები. გონია ის გამოვიდეს, რაც ჩაფიქრებული აქვს დონა სიმენტოს. ცდილობს რომ არ მისცეს დარტყმების საშუალება. დონა სიმენტოს დანიელ კუზოვლევს უფრო სწორედ და აი ეს რა კარგი დარტყმები იყო. წამოაყენა ისევ კუზოვლევმა მეტოქე. აქტიურად წავიდა შემდგომ დონა სიმენტო. ჯერჯერობით ბრძოლა არის ესე ოქტაგონის ცენტრში. მოგხსენებთ რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს რეიჯი, მაგრამ აი ამ ივენთისთვის გადაწყდა რომ ოქტაგონში ყოფილიყავ და დონა სიმენტომ გადაიყვანა ამ ეპიზოდში უკვე დანიელ კუზოვლევი, საინტერესოა. ახლა უკვე ეცდება პარტერში იმუშაოს. დარტყმებს ცდილობს კუზოვლევი. დონა სიმენტოს მე მგონი ცოტა ენერგიაც ამოწურული აქვს, კუთხე კარნახობს. რაღაცებს საინტერესოა. ცოტა მეტი აქტიურობაა საჭირო და აი ამას ჯერჯერობით დონა სიმენტო ვერ ახერხებს. კუზოვლევს კარგად უჭირავს მეტოქე, მაგრამ აი ახლა თავში კარგი დარტყმები აიღო, როგორც ხედავთ და კარგი პოზიციაც აქვს აღებული ახლა დონა სიმენტოს, ნახოთ. კუზოვლევი დაჭერილი ყავს ჯოი დონა სიმენტოს, კარგად შეკრა ხელი და შეიძლება ვნახოთ კიდეც პირველი საბმიშენი დღევანდელ ივენტზე. საინტერესოა და შეიძლება ვნახოთ კიდეც ძალიან კარგად უჭირავს ჯოი დონა სიმენტოს დანიელ კუზოვლევი. უჭირს კუზოვლევს გაქცევა და დანებდა ჯოი დონა სიმენტო პირველი საბმიშენი ამ ივენტზე. ბრავო, შესანიშნავი სტარტი აი ამ დაპირისპირების. ჯოი დონა სიმენტო, დანიელ კუზოვლევი, ლუქსემბურგელმა სპორტსმენმა იდეალურად დაიწყო ტურნირი და ივენტი. ბრავო. როგორც ხედავთ სტარტია მართლა. დონა სიმენტომ იდეალური გასაწყისი შემოთავაზა. შვენიერია. პირველი გამარჯვება ლუქსემბურგელის სპორტსმენს. Ladies and gentlemen, after 4 minutes 13 seconds of the second round, we have a winner due to tap out from rear naked choke. In the blue corner, Joy Anthony Nascimento. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა რომ ლუქსემბურგელის სპორტსმენი აგებდა ამ ბრძოლას. პირველ რაუნდში კუზოვლევი კარგი იყო, თუმცა ჯოი ენტონი დონა სიმენტომ ყინვალე გამარჯვება მოიპოვა და მიულოცოთ ლუქსემბურგელ სპორტსმენს ეს მოგება. ველოდებით ახლა უკვე მეორე ბრძოლის დაწყებას.